ლიბანისა და ისრაელის დელეგაციებმა 4 აგვისტოს რომში პირდაპირ მოლაპარაკებების ახალი რაუნდი დაიწყეს. განსახილველი თემებია ქვეყნის სამხრეთიდან ისრაელის ჯარების ეტაპობრივი გაყვანა და ჰეზბოლას განიარაღება. ეს ვაშინგტონის შუამავლობით გამართული მოლაპარაკებების მეშვიდე რაუნდია. მოლაპარაკებების სერია მას შემდეგ დაიწყო, რაც ახლო აღმოსავლეთში დაწყებული კონფლიქტის ფარგლებში ისრაელსა და ლიბანის დაჯგუფება ჰეზბოლას შორის განახლდა საბრძოლო მოქმედებები. ივნისში ვაშინგტონში გამართული მოლაპარაკებების დროს ისრაელი და ლიბანი შეთანხმდნენ ჩარჩოს შეთანხმებაზე, რომელიც გულისხმობს ჰეზბოლას განიარაღებას, ლიბანის სამხრეთიდან ისრაელის ძალების ეტაპობრივ გაყვანასა და ლიბანის არმიის განლაგებას რეგიონის სატესტო ზონებში, რომლებიც ცნობილია როგორც საპილოტე ზონები. ჰეზბოლას მოლაპარაკებებში მონაწილეობა არ მიუღია, ის ეწინააღმდეგება ჩარჩოს შეთანხმებას. დამკვირვებლები ამბობენ, რომ ისრაელს ერთგვარი გამოცდა ელის. საინტერესოა, რამდენად გაიყვანს ის ჯარებს, როდესაც საპილოტე ზონები მის მიერ სრულად ოკუპირებულ ტერიტორიებზე შეირჩევა. ისრაელ-ლიბანის შეთანხმების შემდეგ ლიბანში შედარებით შემცირდა ძალადობა, თუმცა ლიბანი კვლავ იუწყება ისრაელის პერიოდული დარტყმებისა და დაბომბების, ასევე სამხრეთ სოფლებში აფეთქებებისა და ნგრევის შესახებ.